თემიკო არის 19 წლის, კარგი ქართველი, ძალიან ქართველობს და ძალიან ისეთი ხევსურული სისხლი და მენტალიტეტი აქვს. საყვარელია, ყველა ეფერება, ვიზუალიც აძლევს ალბათ ამის საშუალებას. ისე მგონია თემიკოს რომ ეფერებიან, განაიმტო ეფერებიან რომ აი აუტისტური სპექტრი აქვს და რაღაცა. უბრალოდ მოსწონს ტიპაჟი, ესე მგონია. სხვათა შორის ძალიან კარგ ადამიანად ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ აი ბავშვობიდან უცბად გადავიდა ბიჭობაში. თან დაემთხვა ის რომ მეც თემიკოსთან ერთად სახლში მომიწია. ყოფნა თავისუფალი დრო უფრო მეტი მაქვს და დამიახლოვდა და მეგობრული ურთიერთობა უფრო გვაქვს ვიდრე მამაშვილური. მე რა ვშობთ, ხა სად მივდივართ მე და შენ? გდანის კოლეჯში. და რა საკეთებ? ლექცია სწავლობდა. ინდუსტრიულ დიზაინს და გრაფიკულ დიზაინსაც. რთული არ არის? რთული არ არის. სასწავლებელში მიბრძანდება და რაც ყველაზე მეტად მახარებს მეც და მაიკოსაც ის რომ დამოუკიდებლად შეუძლია ნებისმიერი ტრანსპორტით გადაადგილება. ძალიან დიდი წინსვლა ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში იმედის ყველაზე დიდი შუქი ეგ არის. მოვედით. იმხელა სიმშვიდე მომგვარა ამ ამბავმა, რომ აღარ მეშინია რამე რომ დამემართოს, ხო არ დაიჩაგრება. პირველად რომ ერთად წახვედი, არ ნერვიულე? არა. ნერვიულობ, უბრალოდ ჩუმატვა რა. ავტობუსში ჩავჭექი, მე ვაფიქსიებ ბაც. მე ვჭდები, სადაც ადგილია თავისუფალ. იმხელა სიამოვნებაა იმან ყველა ეს ვითომ პატარა საფეხურები რომ ჩათვალე რომ გოლის გატანა. კოლეჯში რომ ავიყვანეთ, იქ ძალიან კაი სპეციალისტები დაგვხვდნენ. გვასწავლის ფოტოშოპს, ილუსტრატორს, მე ფოტოშოპიც ნასწავლებ და ილუსტრატორიც დავამთავრე რა. რა თქმა უნდა, სიამაყე არ არის, მარტო სიამაყე არ არის, გამარჯვებაც არის. ადრე თუ მე არ დავდიოდი არსად თემიკოს გარეშე, ეხლა ვცდილობ, რომ მამამისმა არიაროს არსად თემიკოს გარეშე და მართლაც ასე ხდება. ტრადიცია გვაქვს საღამოს ალბათ უფრო გასეირნება თუ არის ხოლმე ხასიათზე და გასეირნების დროს გავდივართ ისტორიაზეც მესაუბრება და ძირითადად საუბარი სიამოვნებს. ჩემი ქმარი გიждდება ყვარელზე და ახალგაზრდები რომ ვიყავით, ჩვენც ყველა შაბათ-კვირას ყვარელში მის ოჯახში ვატარებდით მის მშობლებთან. ეხლა დედა აღარ ყავს, ძალიან განიცდის. არ არსებობს კვირა, მაქსიმუმ 2 კვირაში ერთხელ დედამის საფლავზე უნდა მივიდეს. და თემიკოც დაყვება. რა თქმა უნდა. რაღაცნაირად კარგი ტრადიცია სიამოვნებს, მე რომ მიხარია, ამასაც უხარია და დავდივართ იქით. მოსწონს ყვარელი? აბა. ჩემი სოფელია რა. ჩემ მამიდებს ნახულობ. ძალიან უყვარს ჩემი სანათესაო უფრო, დედა ჩემის ხარე უფრო და სიამოვნებს, თიანეთში დავდივართ ხშირად. ზოგადად სიარული მოსწონს. ლამაზი ადგილების დათვალიერება და აუცილებლად ისტორიის გაკვეთილებს გვიტარებს. და სხვათა შორის ისტორიული ძეგლების დათვალიერება სიამოვნებს ძალიან. რაც წაკითხული აქვს იმას რეალობაში რომ ნახულობს, აი მაგას გავდივართ მთელი დღე, კახეთიდან დაწყებული, მერე უკვე თბილისით დამთავრებული. მე ვთვლი რომ თქვენი გამოჩენის დღიდან თემიკო ხო პოპულარული გახდა, თვითონ ცნობადი გახდა საზოგადოებისთვის და უფრო გულდასმით ასრულებდა ყველა თავის ვალდებულებებს და ძალიან წარდგა ეს თემიკოს. თემიკო. ძალიან მიყვარხარ. მეც აბა. შეხვედრამდე.